გაგომარჯოს ჩვენ ყველას, ვისაც ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა და თამაში ჭვავის ყანაში გვერდი მეცხრე. შემდეგ თავში ჰოლდენი ისევ ჯეინთან დარეკვაზე ფიქრობს და ახსენდება ის თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ნაბიჯვარი ალპაიკი, ვისთანაც მოცეკვავე ჯეინი პირველად იხილა. ალპაიკი ამ ტვინცარიელ დაკუნთულ ჯეილთან რა გინდოდაო, მერე როცა დაუახლოვდება ეკითხება ჯეინს. ჯეინი ეუბნება ტვინცარიელი კი არა, კომპლექსები აქვსო, თვით შეფასება არ უარგაო და მერე ჰოლდენი ამ ფენომენს განიხილავს გოგოებში. თუ ბიჭი მოსწონთ, მისეზებს მოძებნიან, რომ გაამართლონ და ყალბ კომპლექსებს გამოიგონებენ. თუ ბიჭი არ მოსწონთ, მაშინ ყველაზე ნამდვილ კომპლექსსაც ვერ შეამჩნევენ და ნამდვილ ბედისაგან დაჩაგრულ ბიჭს ამ პარტავნებას დასწამებენ. მართალია თუ არა ეს? ხო, სიყვარულს, ვნებას თუ რა ვიცი რაც გინდა დაარქვი, სქესთა შორის მიზიდულობას თავისი ღრმა ფსიქოლოგიური საფუძვლები აქვს, რომელიც ადამიანის არსებაში არც ერთ უჯრედს არ ტოვებს გადაუყირავებელს, ასე რომ ვთქვათ. პირველი სიყვარული ყოველთვის ილუზიაა, მაგალითად გინდა გამბედავი იყო, წესები დაამსხვრიო, თავი დააღწია ცხოვრების სალტეებს და ვერ ბედავ და უცბად ჩდება ეს, ვისაც თითქოს და ეს შეუძლია. ყოველ შემთხვევაში შენ იჯერებ, რომ შეუძლია. რაც არ უნდა დიდი ნაბიჯვარი და თაღლითი იყოს, გიყვარდება ის საკუთარი მე გიყვარდება მასში, რომლადაც ყოფნა შენ ვერ ბედავ, მას კი შეუძლია. მაგრამ ის აღარ გესმის, რომ ის ადამიანი არაა, ისევე ეშინია, ისევე იღლება, ისევე ეკვეთება სასა როგორც შენ. და მე მოდის იმედგაცრუება, რომელშიც ჭკვიანმა ადამიანმა მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს. სიყვარულს ამ ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი შენში ერთდროულად გამოაქვს სააშკარაოზე. რატომ მოსწონს ჯეინს ტვინცარიელი დაკუნთული ტიპები? სპეკულაციები აქ რთულია, რადგან ჯეინზე იმ სცენიდან ვიცით მამინაცვალთან უხმო დიალოგის მერე რომ ადირდა, მაგრამ ალბათ სტაბილურობა, სიმარტივე და უსაფრთხოება უნდა, რასაც მის ოჯახზე ვერ იტყვი. მე ამდენს ვლაპარაკობ აქ გრძნობების ნიუანსების და შესახებ და ამ დროს შეიძლება ვიღაც ქალბატონი მართლმადიდებელ დედათა კავშირიდან გამოხდეს და მითხრას, ბოზები არიან ეგენი ყველა შვილო. ან ის ტაქსისტის ცხვირის წორზე ღმერთი რომ ეჭდა. ბევრს უქნია მასე ფილმებზე კომენტარებს რომ ტოვებდი ოდესღაც. ამ ხალხს რა უნდა სიყვარულისგან, რას აღძრავს სიყვარული მათში? შიშს რომ დაკარგავ ყველაფერს რაც აქამდე იყავი, მოკვდები და ხელახლა დაიბადები, ცვლილების შიში, ხელახლა დაბადების შიში, რადგან არ შეუძლიათ. ამიტომ ყველა ძალით ჩაახშობენ სიყვარულს და ამის გასაკეთებლად ერთადერთი გზა პროექცია, სადაც დაინახავენ, გასრესენ გველის წიწილივით, რომ არ შეახსენოს შინაგანი ქაოსი, რომელსაც თავი ისე აუწყვეტია, რომ სიგიჟეს უტოლდება. თუმცა საზოგადოებაში, სადაც სიგიჟე ნორმაა, ასეთ ხალხს ადეკვატურობის ილუზია თითქმის არასოდეს ენგრევა. ჩვენ საზოგადოებაში სიგიჟე, თავხედობა, პრიმიტივიზმი, სტიგმატიზება ადამიანების, ტირანია, დამცირება, ზედგადავლა, ნორმა დამიჩერეთ. ყველაფერი ჩემ თავზე მაგ გამოცდით. ბოლოს კი მაგრად ცუდად ამთავრებენ და მათი ტანჯვა ყოველად წარმოუდგენელი, აუტანელი და მძიმეა. ხო, მაგრამ ეს ხალხი არ მძულს, იმიტომ რომ მართლა ბოლოს ძალიან მძიმე დამთავრებენ და მართლა გტკივა, რომ იტანჯებიან. მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტი мотивაციას გაძლევს, რომ იფიქრო უკეთესი იყო, რათა ასე არ დაამთავრო და სხვებსაც მისცე მაგალითი, რათა აღარასოდეს განმეორდეს მსგავსი ჯოჯოხეთი. ჰოლდენს გოგოების არ ესმის, ან რომელ ბიჭს ესმის გოგოების, ან თავად გოგოებს ესმით საკუთარი თავის. საქმე ისაა, რომ არა საჭირო გაუგო გოგოებს ირაციონალურ საწყის. იმიტომ რომ ქალი ირაციონალური საწყისის სიმბოლოა, ხო? უნდა გაარჩიო ერთმანეთისგან სიმბოლო, სოციალური კონსტრუქცია, როლი, ბუნება, ქალის ან რომელიც ღმერთმა მიენიჭა, ფსიქიკა და ხო, ქალი როგორც ბიოლოგიური არსება. ანუ როცა ქალზე ლაპარაკობ და ამ შრეებს არ გამოყოფ და არ არჩევ ერთმანეთისგან, მაშინ ჩვეულებრივი პრიმიტიული ჰომოსოვიეტიკუსი ხარ, რომლისთვისაც ყველაფერი ცხადია და არ მსჯელობს იმისთვის, რომ ჭეშმარიტებას ჩასწვდეს, არამედ იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეს ცხვირბერი ჩამოუღოს. ხო. ასე რომ აქ ქალზე მე ხან ვილაპარაკებ როგორც სიმბოლოზე, ხან როგორც ბიოლოგიურ არსებაზე, ხან როგორც ფსიქიურ მოცემულობაზე, რომელიც ზოგადია, რომელიც ყველა სიტუაციაში ერთი და იგივე მოცემულობით ჟღაუნდება და ამიტომაც ვარქმევთ მას სახეს და რაღაც ზოგად ფენომენად
გამოგვაქვს, ხო? ანუ როგორც ინგა იტყო და მე ბატონო მოსამართლეს არც დამჭირდება კუკარაჩას ვიტყვი და თქვენ გიორგი იგულისხმეთ როგორა. ამიტომ ხო, საქმე ისაა, რომ არა საჭირო გავგოგოებს ირაციონალური საწყის. იმიტომ რაც ირაციონალური რო გონებას არ ემორჩილება. უფრო მაღლა დგას გონებაზე. რაღაცას გზის ბოლოს მიხვდები. თუ ბნელში გზას გააგრძელებ, ადამიანი შთაგონებული ბოლოში აუცილებლად იპოვი მარგალიტს. ცოდნას, რომელიც ბნელი ღამისგან გაგათავისუფლებს და მზეზე გაგიყვანს. რაცია მხოლოდ იმას ჩაქშურჩულებს, რომ გზის ძებნა უაზრობაა, ჯობია ცეცხლთან დარჩე გამოქვაბულში. ცეცხლთან, რომელიც რაციონალურმა საწყისმა კაცმა მოიპოვა და შექმნა, ასე სჯერა რაციოს. ამიტომაა თინათინი მზე და ავთანდილი ფარვანა, იკაროსი, იობი. ჰოლდენს გოგოების არ ესმის, მაგრამ ემორჩილება მზის სახელს. ისიც ფარვანაა, იკაროსი და იობი. ანუ ეს ბნელი ღამის სიმბოლოა, ხო, სალომონ ბრძენის ბიბლიიდან. სალომონ ბრძენი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებისგან არ ილტვიან, ქმნიან ბნელ ღამეს, ანუ შიგნით ღამეს აშენებენ, სადაც ჭეშმარიტების მიკვლევა შეუძლებელია და ამ ღამესში ცხოვრობენ და მზეზე ვერ გამოდიან და ამიტომ ვერასოდეს ვერ ხედავენ უფლისგან შექმნილი სამყაროს მთელ ძალმოსილებას და მშვენიერებას. ხო, და ამის მაგალითებს თუ შეხედავთ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ბნელ ღამეში. ხო, მე მგონია ეს და ბნელი ღამიდან რომ წამოხვიდე, ირაციონალურს უნდა გაჰყვა. ხო, ამიტომ რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამიტომ რომ იდეოლოგია უპირველეს ყოვლისა რაციოს განადიდებს, რაციოს მოსდევს მერე პატრიარქალური საზოგადოების ბაში მამაკაცის განდიდება, მამაკაცი ანგრევს ყველაფერს, რაც ირაციონალურია, რაც ქალიდან მოდის და უპირველეს ყოვლისა ქალს თრგუნავს და ანადგურებს, არ აძლევს თავისუფალ ხმას და საბოლოო ჯამში იკარგება საზოგადოებაში მთლიანად ირაციონალურისკენ მიმავალი გზები, ან კულტურა, რომელიც ირაციონალურს პატივსცემს და მისგან ენერგიას იღებს და საბოლოო ჯამში გიყალიბდება ის სიტუაცია, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. მე მგონია ესაა ნამდვილი სიმამაცე მამაკაცისგან, როცა ბედავს ქალს წახვე, ან ნებისმიერი ადამიანისგან, როცა ბედავ ირაციონალურ საწყის წახვე შენში, მიუხედავად რაციოსი. ესეც არა, ესე არის მამაცისა მეტი გულოვნობაო, ასე ბრძანა ტარიელმა. მაგრამ ერთი რამე გასათვალისწინებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაყვა ირაციონალურს, როცა რაციონალურის შესაძლებლობებს ბოლომდე ამოწურავ. და რაციონალურის შესაძლებლობების ამოწურვა ძალიან ადვილია, საერთოდაც არ არის რთული. მაგრამ უნდა მიხვდე, რომ ამოწურე და უნდა გაყვა მერე ირაციონალურს, რომელიც უსაზღვროა. სხვა შემთხვევაში ეს სიგიჟია და არა სიბრძნე. ჰოლდენი მიდის და ბროდვეიზე უნჭო შოუს უყურებს, მერე უნჭო ფილმს. ფილმიც და შოუც ყალბია, მაგრამ უფრო ყალბია ქალი, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში ქვითინებს და პატარა ბავშვს კი თარა მოახლავს, უარს ეუბნება ტუალეტში გასვლაზე და ურჩევს მოითმინეო მთელი ფილმის განმავლობაში. აქ ალბათ ის ფენომენია, რომ კეთილი რომ იყო რეალობაში ძნელია, ფილმში კი ადვილი. გავიწყდება ვინ ხარ ამ წუთას, თავარი გმირი ხარ და ყველაფერს, რასაც ის განიცდის, შენც განიცდი. საქმე ისაა, რომ ეს განცდები ინფანტილური ბავშვის ილუზიებია ცხოვრებაზე, რასაც არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან და კიდევ უფრო გაცილებს ცხოვრებას და საკუთარ რაობას, კიდევ უფრო გწყვეტს რეალობას, რომელიც აღარ გაინტერესებს. პირიქით ხელს გიშლის ილუზიებით იტკბებაში და თავიდან იცილებ, როგორც ბავშვს, რომელსაც ტუალეტში უნდა თავისი მოვალეობებით, სისხლით და მსხვერპლით, რომელიც ძალით მოგახვიეს თავზე, რომელიც აბინძურებს ამ სათუთო ოცნებას და ხდები ბოროტი, უნებისყოფა, ნებადაკარგული ადამიანი. რამდენადაც დიდია სისასტიკე, მით საზიზღარია ეს დაშაქრული ოცნებებით ახრთოვანება. ბევრი ადამიანია ამ დღეში. ამიტომ არ ეცემა თურქული სერიალების რეიტინგი. ეს ტკბობის სურვილი ისევ და ისევ გადაეშვა ერთ მთლიან თბილ და ქათქათა წიაღში უფრო ძლიერია, ვიდრე ამბიცია შენ იყო შენი თავისუფალი. ალბათ იმიტომ, რომ მანამდე წაგართვეს ყველა ბერკეტი და ახლა ტანჯვისგან გაქცევის მხოლოდ ერთი გზა გვაქვს. დაბრუნდე იმ ცნობიერებაში, სადაც ამ ქვეყნად მარტო შენ ხარ, ბავშვურ ინფანტილურ ცნობიერებაში, რადგან ერთადერთი ნეტარება, რაც განგიცდია, ეს ბავშვური ნეტარებაა. იმიტომ, რომ არასოდეს გიგრძნიო ცხოვრება შინაგანი ძალით მოგურილი სიმშვიდე, რწმენა, სიამაყე, ღირსების განცდა, რადგან საზოგადოებამ ეს ყველაფერი სიგიჟედ შერაცხა, როდის იყავი ყველაზე ბედნიერი.
ბიჭი რომ გამიჩნდა, შეიძლება ქალმა ეს თქვას. როდის იყავი ყველაზე ბედნიერი ბიჭი რომ გამიჩნდა. როცა ბედნიერების შინაგანი აღქმა არ გაქვს, რა გასაკვირია, რომ სიცოცხლის ბოლომდე ინფანტილური ხარ სულიერად. ამიტომ არა გასაკვირი ის ქალები, რომ იძახდნენ 18 წლისებად გრძნობ თავსო. ბავშვობა ისევ, ერთი რაღაცა წინაზე ვთქვით, რომ წინააღმდეგობრივია, ხო? მსჯელობა. რაღაცა შეიძლება კარგი იყოს თუ შეგნიდან მოდის და აბსოლუტური ბოროტება თუ მორალისტი გიქნევს თიც ერთი და იგივე ჭეშმარიტება, ხო? შიგნიდან თუ მოდის სიკეთეა და თუ ვიღაცა გიქნევს თიც და გაყვედრის, რომ ესეთი არ ხარ ბოროტება, აქაც იგივეა, ბავშვობა შეიძლება იყოს სიკეთეც, იმიტომ რომ ამაზე მე ვთქვი, რომ ბავშვობა ერთადერთი ხანაა, სადაც გახსოვს რომელიც 64-ია და სადაც გახსოვს შენი თავი როგორიც იყავი და უბრუნდები იმას რაც იყავი. ოღონდ რას წამოიღებ იმ 64-დან სხვა არის, ხო, რა გახსოვს და რის დაბრუნებას ვცდილობ. თუ მხოლოდ ნეტარება გახსოვს იმისა, რომ არაფერი გაწუხებდა და ყველაფერი მშვიდობიანად იყო და ცდილობის ნეტარება დაიბრუნო, ეს ბოროტებაა, იმიტომ რომ იმ ნეტარების დაბრუნება შეუძლებელია, რეალობიდან გაქცევა, ზრდაზე უარის თქმა, ხო? იმიტომ რომ ტკივილიდან იბადება ადამიანი. ხოლო თუ გახსოვს ის მე პირადად რაც მახსოვს, ხო? ის შინაგანი თავდაჯერებულობა ღირსების განცდა, რაც ფოებეს აქვს, ის ერთიანობა სამყაროსთან, ის გამბედაობა სიმამაცე, დამოუკიდებლობა სოციალური ნორმებისგან, სიმართლის თქმის უნარი, ირაციონალურისკენ სვლის უნარი, ხო? და მე შეეცდები, რომ რაციოს ებრძოლო იმისთვის, რომ შეძლო ისეთი იყო. ახლა უკვე გაცნობიერებულად მოიპოვო ის, რაც გაუცნობიერებლად ჰქონდა ბავშვობაში. მაშინ ბავშვობაზე დააყრდნო შენი რაობა, ის ასე ვთქვათ, ბავშვობის განცდებიდან გამოხვიდა სიკეთეა, მაგრამ მხოლოდ ნეტარებაში დაბრუნება თუ გინდა ბოროტება. მე როდის ვიყავი ყველაზე ბედნიერი, მე ბედნიერების ბევრ ფერს ვიცნობ და ყველა საკუთარი ნებით მოვიპოვე, თუმცა მეც ვემორჩილებოდი დაშაქრულ ბედნიერებას თინეიჯერობისას. რაც ბუნებრივია თუ გავითვალისწინებთ, რომ არავინ არა ვარ თავისუფალი საზოგადოების გავლენისგან და nobody is perfect. ამიტომ ვიცი ზუსტად რას განიცდიან 70-75 წლის ქალები, როცა სერიალებს უყურებენ და ერთ-ერთ მათგანს როგორ გაუზღოდა გული მომეტებული ბედნიერებისგან ზედცისფერი ეკრანის წინ და რატომ ეფინებათ სახელებზე ის ბავშვური სიჩვილე და აღტაცება მხოლოდ სერიალების ყურებისას და არასდროს რეალური ადამიანების მიმართ. მაგრამ მოიცა მე როდის მიგრძნია თავი ბედნიერად, როცა ბორბალოზე ვიდექი და ის შევყურებდი, ვიცოდი რომ ცოტა ხანში ღამე ჩამოწებოდა და ძნელი იქნებოდა ძირს დაშვება, მაგრამ არ მეშინა და მზად ვიყავი გამოწვევებისთვის, რადგან ბოლოს და ბოლოს გადავლახე ყველაფერი, რომ მწვერვალზე მდგარიყავი და ახლა უკვე არაფრის გეშინია, მწვერვალზე როც გაახარ და იქიდან ჩამოდიხარ, თავი გონია დაუმარცხებელი. როცა შალვამ რუკა დაიჭირა უკუღმა იმ მეორის საჩვენებლად, რომელმაც აიტეხა მეორე გზას უნდა გავყვეთო, ის გზა ასიანი სხვაგან მიდიოდა მოგვიანებით, ის გზაც გავიარე და ნამდვილად ფშავისკენ მიდიოდა, ან ფშავისკენ მიდის, ან ხახაბოსკენ და ადვილი გზა არ არის, მაგრამ დაღლილს უკვე აზრები მერეოდა, ხო და შალვამ რუკა დაიჭირა, დახედა, ხელი დაარტყა და განაცხადა, რა გინდათ ჰეონაა მართალიო და დავეშვით არჭილოს წყლის სათავისკენ. როცა ხანგრძლივი ფხოტიალის მერე სადაც შალვამაც კი მიგანა და განაცხადა თეონას ნევროზი აქვსო, ბილიკი ვიპოვე, რომელიც არასდროს არ მენახა, მაგრამ გუმანით ხვდებოდი იქ უნდა ყოფილიყო. როცა სამშვიდობოს გამოვედით და ის წამი არჭილოს გამოღმარო ვისხედით, სოფელს შევყურებდით, ველურად გაშვებული ცხენების დაცქვეტილ ყურებს, ფერდებს და ფაფარს მოვკრავდით, თვალს და სრულ ნეტარებაში ვიყავით. ეგეთი მომენტები კიდევ განმეორდა. ერთხელ შატილის წინ ორშაბათ დღეს ლუდი გვენატრებოდა მთელი გზა. ვიყიდეთ მამას ისხლად შატილის წინ გზაზე დავსხეთ და ნელ-ნელა ვწრუბავდით. ესეც დასასრული იყო მომენტი, როცა გამოვლილი თავგადასავალი და შეგრძნება იმისა, რომ მალე გაქრება ყველა ის განცდა, რომელიც ასე ცხადია ამ წუთას უწონადობის მდგომარეობაში გაგდებს. თითქოს ყველაფერზე მაღლდები და მოცემულ წამს მთელი სისავსით განიცდი. ერთი დღე, ერთი წამი სრულიად განცდილი და გააზრებული მთელ ცხოვრებას გადაწონის. აი ეგაა ბედნიერება, სიცოცხლე წამით მაინც დაიტიო სრულიად, ნამდვილი სიცოცხლე და არა დაშაქრული ზღაპარი კინოში ან თეატრში, სადაც ის ხალხი, ვისაც სიცოცხლის გამბედავა არ ყოფნის, სულიერ მასტურბაციას ეძლევა.
ხო, არ ვიცი კიდევ სხვას თუ თქვა მსგავსი რამ, მაგრამ მე მომივიდა ახლა თავში. ცუდად არ გამიგოთ, მე კინო მიყვარს, მაგრამ ჩემი ანტიდოტიც მაქვს. ერთ დროს კინოსახლში ყოველ საღამოს დავდიოდი და წესად მქონდა სეანსიდან გამოსულს თავის ფლების მოედნამდე ფეხით გამევლო და გზაში უნდა მომესწრო ნანახის ემოციური გააზრება. და მე ამ ფილმზე აღარ მეფიქრა, კარგი ანტიდოტი იყო. ახლა კინოს როგორც ლიტერატურას ისე ვუყურებ, ხასიათები, სიუჟეტები, არქეტიპები, ერთადერთი სადაც ზღვრები წაეშალა 1823 იყო, იმიტომ რომ ინგოკო შინაგანი გზა და ჩემი შინაგანი გზა ერთი და იგივე იყო თავიდან ბოლომდე და კიდევ ხანდახან მეც ვეძლევი სულიერ მასტურბაციას, მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ მეტისმეტად დაღლილი და გამოშტერებული ვარ და თანც ვიცი, რომ ეს კომპრომისია და არა სამოთხე და არსებობის ჯანსაღი ფორმა, რაც იმ ქალებმა არ იციან. იმიტომ ვამბობ ამას, რომ ყოფილვარ დაბადების დღეზე, სადაც ქალები ჭამასაც კი წყვეტდნენ და თურქულ სერიალს უყურებდნენ სულ განაბულები. რეკლამებზე კი ქეიფს ვაგრძელებდი, არასოდეს მინატრია ასე მთელი გულით, რომ რეკლამა გრძელი ყოფილიყო. და ბოლოს კინო შეიძლება იყოს ფანჯარა ნამდვილი ცხოვრებისკენ იდეოლოგიურ საზოგადოებაში. ტყვე სარკმლით ნააზატები, ხედვა თუ თავისუფალი გაქვს ციხეშიც, თავისუფალი ხარ. ხო, ანუ კინოც იგივე, კინოსაც ბევრი სახე აქვს, ხო? ბნელი, ნათელი, ამ კუთხიდან თუ მიუდგები ისე ჩანს, იმ კუთხიდან თუ დაინახავ ესე ჩანს. და ამაშია სწორად იდეების და აზრების ხიბლი, რომ ყოველ ცოტა იქით თუ გადადგები სულ სხვანაირი ჩანს, ხო? მრავალი ფერია და მრავალი აზრია და ეს მთლიანობა ერთნაირად უკეთესად გაგებინებს არს, სამყაროსას, ცოდნა გაძლევს საკუთარი თავის უკეთესად შეცნობის საშუალებას და შემდეგ უკვე ფლობის უნარს და ფლობის უნარი გაძლევს შემოქმედებით უნარებს. ქმნის სამყაროს, რომელიც უფრო მეტია ვიდრე ის, რაც არის. ოღონდ იმ გაგებით არა, ისევ წინააღმდეგობაში მოვდივართ ახლა, ხო? იმიტომ რომ იქ იყო იდეა სოლომონ ბრძენის, რომ იძახის, ხო, რომ ადამიანები ქმნიან და მე მგონი ახლა იქნება ადამიანები ქმნიან ხელოვნებას, რომელიც მათ ამპარტავანს ხდის და ღვთის ქმნილებებზე უფრო მეტად ცემენ პატივს. აქ არ არის ლაპარაკი ქმნადობის, ასე ვთქვათ, აქ არ არის ლაპარაკი შემოქმედებით უნარებზე, რომელიც ქმნის, ვთქვათ, რაღაც მატერიალურს, რომელიც მატერიალურში გამოიხატება. არამედ მე ვლაპარაკობ ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს დანახვის უნარზე, იმიტომ რომ სამყარო ცოტა რთული ასახსნელია, მაგრამ შევეცდები მაინც ვთქვა რას გულისხმობ და სად არის აქ წინააღმდეგობა. ანუ მაგალითად ისევ იგი შეიძლება მოვიშველიოთ, ხო? იგი გრძნობს, რომ იგია, იგი ყველაფერშია და ყველაფერი ერთიდან მოდის და სამყარო ლაგდება რაღაც განსაკუთრებული ჰარმონიით, რომელსაც იგი განიცდის და შემდეგ ეს ჯადოსნობა მთავრდება და იქიდან გამოსული იგი რაღაცა იცის და ჯერ ეს რაღაცა, რაც იცის, ვერ გაურკვევია რა არის. ანუ ამ ქმნადობაზე ვლაპარაკობ, ხო? შემოქმედებით უნარებზე, რომ შენ შიგნით შექმნა სამყარო აზრობრივი, ემოციური, რომელიც ცოცხალია, რომელიც ენერგიას ასხივებს, რომელიც უკეთესად ალაგებს ყველაფერს, საზოგადოებას, უპირველეს ყოვლისა საზოგადოებას და ადამიანებს, ანუ უკეთეს ხდის შენ და ირგვლივ ადამიანთა საზოგადოებას და არ ვლაპარაკობ, თქვათ, ხელოვნების ნიმუშებზე, რომლებიც იქმნება, ვთქვათ, უფრო გარეგნული ფორმის, ან თავის დამკვიდრების, ან რაღაცის სახოტბოდ, ხო? უფრო ცივილიზაციის სახოტბოდ ვიდრე ადამიანის შინაგანი სამყაროს სახოტბოდ, ანუ ღვთის სამყაროს სახოტბოდ. იმას არ გულისხმობ, ანუ სოლომონ ბრძენი მაგას გულისხმობს. ანუ ორგვარი შემოქმედებითი უნარი გვაქვს, ის რომელსაც ქრისტე ლაპარაკობს და ის რომელსაც სოლომონ ბრძენი ლაპარაკობს. ხო, სადავართ. და რა თქმა უნდა, ფელინი თავის სიცოცხლის ყველაზე სისხლსავსე და ხო, იცი, კიდევ ერთი მაგალითი ამის დამადასტურებელი, რაც არ უნდა კარგი იყოს ნახატი. გბეზდება, მუდმივად ვერ უყურებ. რაც არ უნდა კარგი იყოს ფილმი 9 შერ ვერ უყურებ, რაც არ უნდა კარგი იყოს იდეა, აზრი, ისიც კი გბეზრდება, ანუ არის სიტუაციები, სადაც გჭირდება სრული დასვენება. ერთადერთი რაც არასოდეს არ გბეზრდება, არის ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს კვლევა ძიება. ცოცხალი, ასე ვთქვათ, ცოცხალი მიგნების პროცესი, ხო? ცოცხალი ადამიანი, ცოცხალი ემოციები და გრძნობები, ეს არასოდეს არ გბეზდება.
ხო, რა თქმა უნდა, ფელინი თავისი ცოცხლის ყველაზე სისხლსავსე და მართალი პორტრეტით, ანტონიონი თავის პოეტური სახეებით, ვისკონტი. ამას წინათ ის ფილმი მოვძებნე მე და დედაჩემი, რომ ვუყურებდით მისი სტუდენტობის ასარარი, გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი. განცდა იგივე არ იყო, მაგრამ ბევრი რამ გაცილებით გასაგები. მაშინ არ მესმოდა დედა მიხსნიდა და განვიცდიდი. ახლა მესმის, მაგრამ ის განცდა აღარაა და ენთუზიაზმი, რაც ლიტერატურაში გამორიცხულია, რამდენჯერაც წაიკითხა, უფრო მძაფრია განცდა და ღრმაღო. ლიტერატურა ამას გაძლევს ხვალ ყოველ ჯერზე, ხელახლა წარმოგადგენინებს იმ გრძნობად ემოციურ შინაგან სამყაროს, სურათ ხატობრივ აღქმით სამყაროს, რომელიც ცოცხლდება შენში და ამიტომ აქ ლიტერატურას ესჭა დასნობა ყველაზე მეტად ლიტერატურას. ფილმის მერე ჰოლდენ იმაზე ფიქრობს და იმ დროზე ფიქრობს, მისი ძმა რა ომში იყო. საბოლოოდ ასკუნის ჯობია პირველივე შეტაკებაში მოკვდა, ვიდრე ის უბედურება აიტანო, რასაც ომი ჰქვიაო. მეც მიფიქრია ომზე და მეც ზუსტად მაგ დასკვნამდე მივედი. ჯობია დაგცხრილონ, ვიდრე ომის ყველა საშინელება გადაიტანო და გადარჩე. ეს ჩემი და მხოლოდ ჩემი პიროვნული დამოკიდებულება, ყველა დანარჩენს თვითონ აქვს გადასაწყვეტი. ჰოლდენი ვიკერ ბარში მიდის ვუტონელ თანაკლასელთან შესახვედრად, რომელიც ჭკვიანტიბად მიაჩინა და უნდა ჭკუა დაეკითხოს, ან კომპეტენტური აზრი მოისმინოს, მაგრამ ეს ვუტონელი ყმაწვილ ლაპარაკის საშუალებას არ აძლევს. ახლა შენებური კოლიფილდურები არ დაიწყოო, აფრთხილებს ყოველ სიტყვაზე და ყველა სიტყვას ბანზე უგდებს. ბოლოს საქმეს მოიმიზეზებს და გარბის. ჰოლდენს კი მთელი კითხვები აქვს გოგოებზე, ფილოსოფიაზე და ასე შემდეგ. კარლ ლუსი კარიერას ბიჭების კოლეჯში ჭკუის კოლოფის როლში ხედავდა და თან ისეთი ჭკუის კოლოფის ყველაფერი რომ იცის ქალებსა და სექსზე. უაზრო შეკითხვები აღიზიანებდა და ბევრ ლაპარაკსაც მას შემდეგ რაც თვითონ საუბარს დამთავრებულად ჩათვლიდა. ჰოლდენი ასკუნის, რომ უბრალოდ პირველობა უყვარდა და პირველი მაშინ ხარ, როცა ბოლო სიტყვა შენ გეკუთვნის. ეგეთი ინტელექტუალების მთელი ჯარია საქართველოში, სულელებში გარევა რომ არ უნდათ საკუთარ თავს ისე სერიოზულად იღება, ყველაფრის გაგებას კარგავენ, მათ შორის იუმორის ილიას მყინვარი. მე გვირგვინები მაქვს სუბუქ დაბდის მყინვარს, უმძიმესია გუნდების. გალაქტიონი. მილოშ ფორმანი ამადეუსში და კონსტანტინე გამსახურდია დიდოსტატის მარჯვენა. სალიერი და ფარსმან სპარსი, რომელიც მუდამ სენტენციებით ლაპარაკობს და ჰგონია თავად ყველაზე მაღლა დგას თავისი ჭკუის გამოისობით. ყველა სენტენციით ერთდროულად ადანაშაულებს კიდევაც და ნიშნსაც უგებს სამიზნეს. შენ ამ დღეში ხარ და მე იქ არასოდეს დამემართებაო. როცა სვეტი ცხოველზე ეკითხება, მეფე ისევ სიბრძნით პასუხობს. რაიცა შეეხება ტაძართაგან საუკეთესოს, ჯერაც არაგებულა ასეთი მიწაზე. საქმე ისაა, რომ ფარსმანი ამ ქვეყნიურის აზომებით ლაპარაკობს, ჯულის კანონებს ღაღადებს, რომელთა მიხედვით საბოლოოდ ყველაფერი ამოავა, მაგრამ ამავებაზე ამაღლება რომ შეიძლება, ფარსმანმა არ იცის, არ სჯერა და ვერ ხვდება, რომ ღვთაებრივი საზომების მიხედვით თავად ყველაზე დიდი არარაობაა. თავად ვერასოდეს ააგებს რაიმე შეუდარებელს და თავს იმით იმშვიდებს, რომ არ არსებობს უცხო შეუდარებელი და უებრო ამ ქვეყნად. რადგან შიგნიდან ამოზრდილი სამყარო ხედვა, თანაგრძნობა, თავგანწირვა უცხოა მისთვის. ღვთაებრივი კაროცა სამუდამოდ დაიხშა და თვალი დაბრმავდა. ფარსმანს ის ხედარჩა ნიშნი მოუგოს ყველას, რადგან სოფლის ყმები არიან და თავად ეშმაკობით და გაიძვერობით დროებით დაიხსნას თავი სოფლის მარწუხებისგან, რომ მერე უფრო ძლიერად ზღას. ამიტომ მეძახის ავტორი აგორებულ ჭურს, აგორებულ ქვას, რომელსაც ხავსი არ ეკიდება, მაგრამ ბოლოს მაინც დაეწევა სოფლის ტრიალი და დაამსხროს. ჰოლდენი დიდხანს რჩება ბარში, უღმერთოდ თვრება, მერე ცენტრალ პარკში წახეტიალდება, მანამდე სალის დაურეკავს და სიყვარულს ეფიცება. მოკლედ ყველა სისულელეს აკეთებს, რაც ზულს. აქედან დასკვნა, რომ სამყაროსთან მისი კონფლიქტი შინაგანი კონფლიქტის გამონაშუქია და თავად ეს მას მშვენივრად იცის, რადგან ყველა იდეალისტმა იცის, რომ ყველაფერი შიგნიდან იბადება, მათ შორის თავისუფალი ნებაც. ბოლოს მას მერე რაც კინაღამ ტბაში ჩავარდება იხვების ძებნისას, სახლში წაჩანჩალდება, ოსტატურად მოატყუებს ახალი პტიორ ბიჭს და უხმაუროდ შეძრება ფოებეს ოთახში. მერე გაახსენდება, რომ ფოებეს უფროსი ძმის ოთახში სძინავს, როცა დიბის სახლში არ არის, უფრო ფართო საწოლია იქ და ძველი მასიური ხის საწერი მაგი დახო და ციცქნა ფოებე აცხადებს, ჩემ ოთახში კუც ვერ ვიქნევ და ცოტა ფეხის გაშლა მჭირდებაო. ჰოლდენს ეცინება ფოებეს ფეხის გაშლაზე და ისევ ფეხაკრეფით ეძებს სიბნელეში მოახლედა დედმამა, რომ არ გააღვიძოს დიდი ძმის ოთახს. ფოებეს ძინავს. ჰოლდენი აკვირდება მის კოხტად მიწყებულ ნივთებს და სიამაყით ევსება გული, მერე საწოლზე უჯდება და ფრთხილად აღვიძებს. ფოებე თვალებს აჭყეთს, ჰოლდენს ყელზე ეხოვა და მერე მთელ დაგროვილ სათქმელს აძლევს გასაკანს და ერთად უყვება ყველაფერს, რაც მისი ქარყოფნაში მოხდა.
ჰოლდენი რამდენჯერმე ცდილობს შეაჩეროს, რადგან ეშნია დედამ და მამამ არ გაიღვიძონ. ბოლოს ფოebe გონს მოდის და კითხვებს სვამს და მწარედ განიცდის ჰოლდენის გამოგდება სპენსიდან და ახსნას თხოვს, რატომ ხდება ასე და ჰოლდენი ზის და უყვება, სრულიად გულწრფელად, ალალად და ყოველგვარი ნიღბის გარეშე. თუ რა მოხდა? ისეც არაა, რომ ჰოლდენმა სხვებთან არ სცადა გულის გადაშლა, მაგრამ არავის სურდა მოსმენა. ხო, მაგიტომ ესმის ტარელის, რომ არავის არ უყვება თავის ამბავს და მაგიტომ არ ვცდილობ თავად მე ვინმეს რამე მოუყვე ჩემს განცდებზე. ან გესმის, ან არა. თუ გესმის, ახსნაც არაა საჭირო, თუ არ გესმის, ახსნას აზრი არ აქვს. ალბათ ხელოვნება ერთადერთი მედიუმი, რაც საშუალებას გაძლევს სათქმელს სხვა სიცოცხლე მისცეს, სხვა განზომილება, რომელიც უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან დიალოგია და არა სხვასთან. გახსოვთ პილატე და ქრისტე, ოსტატი და მარგარიტა და როგორ მიდიან მთვარის სხივებზე და მიბაასობენ მარადისობაში. ეგაა ხელოვნება. ჰოლდენი არც უხსნის, უბრალოდ უყვება, როგორ მოდიან პენსიში 80 წელს მიტანებული კურსდამთავრებულები და დაატარებენ სტუდენტებს, რათა საკუთარი ინიციალები ანახონ ტუალეტში და ეუბნებიან, რომ ცხოვრებაში პენსიზე უკეთესი არაფერი ჰქონიათ. ამაზე არაჩვეულებრივი გამოფენა მახსენდება, კლასის შეკრება, რომელსაც ყველასათვის უცნობი კლასელი ატარებს, მოხუცი მასწავლებლები, წიწილები, ქება დიდება, ხოტბა, ძველი სიყვარული და ამ შემდეგ. არის ამ ყველაფერს შემდგარი ცხოვრების ცხადი მოწმობა. ერთგვარი ინფანტილიზმი, ბავშვობაში დაბრუნების სურვილი, განცდა იმისა, რომ შენზე ძლიერი გიცავს და სოფლის ვალის გადახდა ჯერ არ დაგიწყდია. ჩემთვისაც მსგავსი სენტიმენტალიზმი ზიზღის მომგვრელია. რატომ ადრე არც მე ვიცოდი, უბრალოდ არ მომწონდა და მორჩა. ახლა ალბათ უფრო მეტი ვიცი, იმიტომ რომ ეს სენტიმენტალიზმი სინამდვილეში ცხოვრების შიშია, ნამდვილი ცხოვრების შიში. მიდით, იქ მიდით, სადაც ახმლები, ხანჯრები ელავდეს, ვაჟას კაიღმა. ნამდვილი ცხოვრება ბრძოლაა და ბრძოლაში გამომცმე და შინაგან ძალებს ზრდის. ანუ შინაგანად უზარმაზარი ყოვლის მომცველი არსის ნაწილი ხდები და იმ მწვერვალებიდან ისეთ ჰორიზონტებს ხედავ, ვის უნდა უნდოდეს ჯურღმულში დაბრუნება, განა თესლს მიწაში უნდა სიკვდილი, თუ დაბადება და მზისკენ სწრაფვა, განა წიწილა ითხოვს კვერცხში ჩამობრუნეთო, ან პეპელა მატლად მაგციეთო, აი ადამიანს კი ურჩევნია მიწაში მოკვდეს, კვერცხიდან არასოდეს გამოვიდეს და ბედნიერად იხოხოს ფოთლებზე მატლის სახით, ვიდრე დაბადების ტკივილებს გაუძლოს და ფრენის გამბედავება მოიპოვოს. აი ესაა ჰოლდენის სათქმელი. ხო, შემდეგ უკვე ახალი მე მგონი ბევრი სათქმელი გროვდება და ასე რომ ბედნიერ დღეს გისურვებთ და დროებით.